ხასებო. ეხლა მოკლედ ლიგამ და ნათიამ მითხრეს სადღაც რაღაც მომჩნევია უკან, მაგრამ არ ვიცი რას მივაწექი. ლიგამ და ნათიამ მითხრეს სადაც ვიღებთ ჩვენ ერთმანეთისთვის საჩუქრებს, შენ არჩიო რაც გინდა. ხო და მეც მივედით დღეს და მე ავარჩიე ჩემით რაც მინდოდა ფლინის ტაფა. რაღაც ამ ბოლო დროს იმაზე ვერ ვაცხობ და ფლინის ტაფა ვიყიდე. წითელი ჩანდას არ წაიღე? ლიგას მივაწერე შურღაიას. ის კაბელი მინდა იქროიდო. რომელი წითელი ჩანდა? გუში რო ქონდა? სად ქონდა? ზღვაზე. ეგერ იმაზე. საკერავი მანქანა რომ მიდევს ის. ეს ვიყიდე, ცუდი არ არის, რა ვიცი, კაი ხარისხია, მძიმეა და ნახოთ მე გეტყვით თუ როგორი გამომივა. პატარაა, ძალიან დიდი ზომის არ არის, 25 ლარად. 5 ლარი მივეცი, ანუ, იმიტომ რომ 80 ლარის ფარგლებში ვყიდულობთ ხოლმე და 80 რო გამომეყვანა, ამის 5 მივეცი და 80 დავაწერეთ ლიკას. მოკლედ, არ ვიცი, ზედმეტი გულახდილობა, ეხა როგორც მე უყვები აქ, მე მგონი არ არის ლამაზი, იმიტომ რომ მოაყოლებენ მე ეს 5 ლარი რაღა და ასე შემდეგ და მაგრამ 5 ლარი კი არა, 5 თეთრი რომ დაგაკვირდეს, სადმე არაფერს არ მოგცემს. კი მევტოვებ ხოლმე, რა თქმა უნდა, სუპერმარკეტებში და სადღაც, მაგრამ ეს ეხლა იმას მოვაყოლე, რომ ვინმე რამე ისე არ დაწეროს. მე მივეცი 5 და 80 დავაწერე ლიკას. ეს ნიორი, მაგრამ ეს ეხა გეტყვით. ეს ეკანო გამომიგზავნა იმ ფულით, ვიყიდე კიტრი, სამწნილი, 10 კილო კიტრი ვიყიდე. აგერ კიდე არის ამაში. წიწაკა ეს 10 ლარის არის და ნიორს დავამატებ. ნიახური ნათია მომიტანა ეს. ხო და გავაკეთებ მწვანე კიტრის მწნილს. დავამწნილებ მოკლედ. რა ჭირს იმანქანა ასე ხა. ხო. ყავის ჭიქა. ისევ ყავის ჭიქას ვერ გაცხიო შენ მეგნებიან, მაგრამ ეს ძალიან მომეწონა და ამიტომ ეს 60 ლარი ხირდა. აქ ჩვენთან ასეთ ფასებია ხალხო და რა გავაკეთო. ეს 60 ლარი ხირდა. ძალიან მომწონს და რა მომწონს გეტყვით ამის თებში განსაკუთრებით. ასეთი დიდი თებშები ძალიან მომწონს. აი საჭმისთვის რომ არის. ხმას ჩაუწიეთ მუსიკას, გთხოვთ. ნახეთ. ხო და მოკლედ ყავისთვის ვიყიდე ესენი. სახმარად რა თქმა უნდა. გამოსაყენებლად. ეს 60. აი ასე. ეს არის ლიკასგან და ნათიასგან გოდეს. ახლა აქ ესენი თანთა ეხმარებოდა მუხას და იმათმა აალაგეს. მე მედიდებოდა და არ მომიკიდებია ხელი. მართლა. ასე რომ აქ არის პიცა, ხაჭაპური. დაჟე თონის პურიც რო ჩავდიათ. და ხინკალი არის ეს, სადღაც 12 ცალი, 30 ხინკალი მქონდა. ეს არის ქაბაბი 2 ცალი, აი ასეთში. და შეიძლება მწვადის ყოფილა დარჩენილი. ეს უნდა შევჭამო. ძალიან მიყვარს მწვადი. ტორტი. ანუ რა არის იცი, ცუდი ტორტი არ არის. ალბათ ისეთი უნდა იყოს, მაგრამ ჩემი სტილი ტორტი არ არის. ანუ რაფაელო ვუთხარი კიდევაც მე დღეს რო ვიყავი რომ ანუ ძალიან მომეწონა მეთქი თქვენი ტორტი და ძალიან კარგი იყო თქო. ალბათ ესეთი ბევრი შედის და აქებს იმათ ტორტს და რეაქცია არ ქონიათ დიდად, მაგრამ არც არაფერი უთქვიათ არა მართლა. ეს მე არ მომეწონა. ჩემი არ არის. არ მიყვარს. არც არავის არ უჭამია. ბავშვებს საერთოდ არ უჭამია. გოდე მორი ლუკმა შეჭამა და всё თებსზე დატოვა, მაგრამ გოდეს შეჩეულია. ლამაზი იყო. 45 ლარიანი იყო ეს ტორტი. იმაზე დიდი იყო.
მე მაგალითად არ დავჭრიდი ყველას, მაგრამ დაგიჭრითო რომ მითხრეს მე მომერიდა. ვერაფერი ვერ ვითხარი იმ ბიჭს, ასე რომ მოკლედ, დავამატე ერთი პიცა, კიდევ. ორი კოკა-კოლა და 9 კათხა ლუდი. თამთამ, მუხამ და ლიკამ. დალიეს ეს. მე არა, მე ვერ დავლია. არა. პირველი 5, 3, 11 კათხა ლუდი. პირველი 5 შეუკეთა. და ორჯერ 3-3. ხო, რა უჭის? უი ბაჩი, მოკლედ, ეხლა ეს გამომიგზავნა ჩემმა და დიმას ხელით. ისეთი მძიმეა, ადამიანო დიმა მეუბნება. ჩემზე მძიმე ატამია. ხო და? ეს შენია რეი? ხო, ჩემი. დედა, რამდენი ვაშლატამია. ეს რა არის დეი? ეს არის კონიაკია. ეს რა არის კიდე ესეც? ესეც, ეს სა. დეი. მაშინ ცალკე დავდო. ეს საჩენში და წასახები? აი მას უმკას აუსებენ ხოლმე და ყოველდღე ატანი. დედა. ხალხო უყურეთ ამხელებია. აი უყურე. Zaikai. Ეხა ამასაც მოხუხა. იარე დეიდა. ვისანაცია, კაცას მიტადია. სულ არ აინტერესებს მე, წმინდეო, რა საქმე გაქვს, მეტიო მეუბნებია. ასე რომ, იარე. სავსეა, კომპოტესაც მოხუხა. Zaikai, რა კაი, ქენი რომ დღეს ვაშლატამი არ ვიყიდე და გადავწყვიტე ეს მეყიდა. მე საერთოდ ეხა ამას თქვენ გამოვჭრი, თორე ისე გემრიელად უცოდზე მეტყობა ნაჭამი რო ვარ და ისე გემრიელად მივირთვი ხალხ. ეხა მეტყვით კი რესტორანი არის მდიდრებისთვის და ფულიანებისთვის. ასეა. მაგრამ სულ მე იმდენი ხარჯი რომ მაქვს, ეხლა ყველა ზაბადების დღე ხო დავამთავრე ჩემი შვილების. ეხლა დეკემბრამდე თავისუფალი ვარ. ეხლა 20 ლარად, 50 ლარად შევეცდები გადავდო. გეგას დაბადების დღისთვის, ანუ დეკემბრამდე ჯერ დიდი დრო მაქვს. ეს მირჩენიან მთელი ხამე უნდა ვათენო, ხები უნდა ვიწვალო. მერე ჩემ გემოზე არავინ არ მიმიშვებს, რომ აი რამეს რო ვაკეთებ, იქით სხვაზე უნდა გავიქცე, იქით ბავშვს უნდა მივხედო, იქით ვინმე მოვა გაუმასვით რაღაცა და მოვაგროვებ და ესე ვიზა. აი ესეც, რასაც ბავშვები შეჭარს. რასაც ბავშვები მიირთმევენ, აი იმას. წვადი უყვარდათ, ქაბაბიც, ბავშვებმა ძალიან გემრიელად ჭამეს, პიცაც, ფრი, ხაჭაპურიც, ის კოკა-კოლა და ფანტა რა თქმა უნდა. ხო და ესენი მქონდა, ხინკალი, მეტი არაფერი. ესენი მქონდა. 11 კათხა ლუდი. დალია მუხრანი. ლიკასთან და თამთასთან ერთად. ჩემთვისაც იყო იქ ერთი, მაგრამ მე ვერ დავლიე გოდემ დალია ნახევარი. ჩემმა გოდემ. ლიკას და ბავშვებს ველოდებოდი, დამრჩა 3 ადგილი. იმათთვის მქონდა გათვლილი და ლიკამ გუშინ მითხრა, რომ ვერ მოვალთო, გაციგულები არიან. ხო და აქედან გამომდინარე იქ მაინც ადგილები არ ითვლებოდა. რასაც უყვეთავდით ეგ. ეს ყველაფერი რომ მქონდა მე დღეს 320 ლარი თუ 350-მდე. ასე დამიჭდა. ასე დამგვარად. ჩემ YouTube-ის ხელფასი მაგისთვის გადავდე. YouTube-ის ხელფასიდან ყოველთვე გადავუდებ გეკას. ესე ვისა. მაგრამ არ ვიცი ეს გეგას
სკოლაში იქნება მაგ დროს და რას ვიზამ. მაგრამ ძალიან კომფორტულია. მე შენ არ გაქვს ყველაფერი დასალაგებელი, გასარეთი და ასე შემდეგ. მე უნდა გამეკეთებინა საცივი, სალათები, ფელამუში, ხილი, კიდე მეყიდა უნდა ყველაფერი, სარგებლივი შოკოლადები. ხომი გამეკეთებინა. ცალკე ხორციც უნდა მეყიდა. ამიტომ რა ვიცი ხო. ყველი უნდა მეყიდა, იმიტომ რომ ეხა არ მქონდა ყველი და დღეს გამომიგზავნა ჩემმა დედამთილმა. იქაც არიან. ასე რომ სულ მე ხო არ გამომიგზავნის კაცო, თითქმის სულ ჩემკენ აგზავნის აქეთ მომაგროებს და მე მიგზავნის და თვითონ ისე არიან ხოლმე და ამიტომ არ მქონდა ეხა მართლა. ყველიც არ მქონდა. იმ ქობულეთში რო წავედით და რაღაცა იმას ვქენი ვამთავრე. გუში მე ისეთ პატარა შევუწვი გოდეს ხაჭაპური და ის იმაშიც სულ ცოტა იდო. ყველი არც კი ემჩნეოდა, გემოქმედა. მე ისეთი მიყვარს, მაგრამ მაინც ხოლო მოგიები დავაცხე მარტო გუში ქობულეთში და წავედით. კარგი დღე იყო. კარგი დღე იყო ნამდვილად. სულ არ მახსოვდა და ეცა მუხაის უნდა უთხრა რაღაც გამომჩა. მოკლედ ესენი ხო გაჩვენეთ. ტაფადაჭიკა გაჩვენეთ მე მგონი. ხო, ეს არ მიჩვენებია კიდე ჩემ ადამიანმა გამომიგზავნა. ჩურჩხელები ეს ბავშვებმა აიღეს და მე არ გადავყავი. დედა ვიდეოში მეძახი სასიამოვნო აქ არა. 10 წელი ჩურჩხელა ნიგზის არის. ეს ნაცია მომაწოდა ესენი გუში ისე გემრიელად ვჭამე თამთას მისცა ვიღაცამ და ისე გემრიელად ჭამე თამთასთან ერთად. აქ იყოს ეხა ხელს მიშლის შაქარი არ მქონია მოვიტანე და იმას მოუტანე კაცუნა. სოსისი, იმიტომ რომ არ ვიცი რა შეჭამს და ხან უყვას. მე სულ ჩემი შვილები ჭამენ, მაგრამ რა ხან უყვას. დაგულობა მაციაში. შენი დედა ვაკირე. დავამტვრიე. დავამტვრიე ხალხო. ისეთ ადგილებზე შემომიდო, აი იქ ისე მაღალზე მუხრანი მეს თასები. ესენი არა, ესენი ახლა ხანს რო იყიდე ქვემოთ მაქვს. თაროზე. ხო და ეხა ამათ რო ხედავს, თაროზე მაგაზე გიждდება, მაგრამ ვერ მივწვდი ეხა ვედროს დავადექი ფეხით და გავტეხე. კიყე ბოლომდე არ გავტეხე. არა და იმ ვედროს მენანება ძვირი მივეცით. და თან პურის ფქვილს ვყრი მაგაში. ეხა დავიმთავრდა და არ მაქვს სადღაც ერთი მოზება იქნება, აი ამის სავსე არ იქნება. რომ მაქვს, მაგრამ აი დავამტვრიე ეგერ. 3 კილო ეს გამოვარჩია ნიკოდეიდას. ეს ჯერ არსად არ წამიღია და ეს 5 მთხოვა მომიტანეო გეხვეწებიო. მაინც შენთვის თუ გინდავი და ჩემთვის მინდა და რა თქმა 5. მაინც ვაგდებ ხოლმე. კარგი, იქეთ ამოსარეცხები მაქვს ქვეყნის, მაგრამ ქვეყნის ჭიქები ჩავყარი, ბავშვები მყავდნენ და გამოუტანე კიდე ისინი. რა ქვია მაგას? რაც მქონდა რა პიცა ისინი. პიცა, ხაჭაპური, პიცა და ისინი. პიცა, ხაჭაპური. კიდე რა იყო? ტორტი. ტორტი იყო აზერილი. კანების რბილები.
იმას რა ქვია მოსახופად დავჭრი და ეგრე მოვხუთავ. საერთოდ არ ჭრიდი ხოლმე, მაგრამ დავჭრი, გამოვჭრი. და მაგარი რომელიც არის იმას მოვხუთავ, რომ არ გამიფუჭდეს. ჩემი და იმაზე დარდოდა, როგორ ჩაიტანაო ხარ დაიჭყლიტაო და ცოტა კია, მაგრამ ჩვენც რო ჩამოგქონდა იქედან ეგრე არ ვიყავით. ასე რომ ესეც გადავდივ. ესენი კარგია. ესენი რბილებია და მე რბილები მიყვარს ძალიან. მერთო სულ ამის ჭამაში ვარ ხალხო და მუცელი გამიბერა ბოდიშით, მაგრამ უცებ ეს მანამდეც გამოვცადე მე, მაგრამ დღეს ბევრი არ მიჭამიან, 3 ცალი შევჭამე მხოლოდ. დასველებულია ეს. ხან მოიტანს მე ანიკოტინი და მას კიდე და გამოვართმევ და დავამატებ. 1-3-4 სამიანი მაინც რო გამოვიყვანო, ისიც საქმეა, სულ რო არ იყოს მაგას ხო ჯობია? რა თქმა უნდა ჯობია. ანდრეს ჩუქნიანო ჩემადიშვილმა მითხრა. წარმოიდგინე რომ მუშაობ მაგათთან, ვინმე რამეს რო გჩუქნის ფულის გარეთ, ფულს რო გაძლევენ, ხო? რა ის არის, რა ქვია. მაგრამ მაინც კეთილი ყოფილა ვიღაცა. მახსოვს ერთი კაცი იყო, სულ საზამთროები დაგქონდა, მე მგონი მოკვდა ის კაცი. საჩუქრად მოქონდა სულ ბევრი საზამთროები. გარეთ არიან ჩემი ბავშვები. მოკლედ გუშინდელი ჩვენი ზღვაზე წასვლით მივახციე იმას, რომ გეგა ჩავიყვანე ზღვაზე და არიშინია მეთქი მოვიტყუები. აქვს რაღაც შიშები მაინც, მაგრამ თავარია რომ შევიდა, გადედა და შემოვიდა. ცდილობს რომ აი რო შემოვიყვან მე მაგალითად კისრამდე რომ წუდება იმ დონეზე რომ შემოვიყვან, წარმოიდგინეთ გასვლას თავისით ცდილობს. მეუბნება კიდევაც ჩემი დგავალი დედიკო და ეს კაი, ეს გასარეცხია ეს სუმკა. ხო დედა. ახლა გამოვიცვალე. ეგერ დაგიდე მაიკა, მე მეგონა უცებ მოხვიდოდი და გაგიმზადე მაიკა გამოვიცვალე. და საცმელები აივანზე გაყარეთ, თუ გინდათ ნასკებიც მიაყოლეთ. ვისაც გინდათ უცებ წყალი გადაივლეთ აგერ აბანოში, მოუშვებთ ცხელი წამოვა. ხოლმე ესე შემოკარგებო. ეხლა ჯერ ამას გამოვანთავისუფლებ მე და მერე დავიწყებ ამათ გარეთ სხვა სქილებისას და მოკლედ საქმე მაქვს.